ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარება დაიწყო. პროევროპული აქციების მონაწილე ახმეტელი ამბობს, რომ ახალი რეპრესიული კანონის დარღვევის საქმეზე მისი პროცესი ხვალ დილის 11 საათზე ჩანიშნეს. ახმეტელს 17 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე დგომით მოქალაქეებისთვის გადაადგილებაში ხელშეშლას ედავებიან. ირკვევა, რომ ახმეტელი ერთადერთი არ არის, ვისაც არასაავტომობილო გზაზე დგომისთვის ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა ოქმი შეუდგინეს. ადვოკატი მარიკა არევაძე ამბობს, რომ უკვე რამდენიმე ადამიანის შესახებ ფლობს ინფორმაციას, ვინც სასამართლოშია დაბარებული. ახალის ხელხას უკვე მომართა რამდენიმე ადამიანმა, რომელიც სასამართლოში ყავთ დაბარებული რუსთაველზე, ტროტუარზე დგომის გამო, რომ თითქოს ისინი ხელს უშლიდნენ ადამიანების გადაადგილებას ტროტუარზე. ეს რა თქმა უნდა არის მორიგი ზეწოლა და მცდელობა იმისა, რომ აქციის მონაწილეებზე მოახდინონ დაშინება, ზოგადად მოხდეს აქციების გაჩერება და დაშლა და ჩვენ ვართ ამ მორიგი, ასე ვთქვათ, მოქმედების შემსწრენი ეხლა, რასაც ახორციელებს რეჟიმი აბსოლუტურად უკანონოდ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ქართული ოცნების პარლამენტმა 10 დეკემბერს პროტესტთან დაკავშირებული კანონმდებლობა კიდევ უფრო გაამკაცრა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ხალხის სავალი გზის ხელოვნურად გადაკეტვა, პოლიციის სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, გაფრთხილებით არ მიმართვა, გაფრთხილების ვადის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ორგანიზატორის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე. თუ ამ მუხლით სახდელ დადებული პირი იგივე ქმედებას კვლავ ჩაიდენს, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. სასჯელის სახით კი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.